ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალტიური გიტარის კვარტეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კონცერტი სიტყვით გახსნა იურატე რამოშკიენემ, რომელმაც ევროკავშირის ქვეყნების კულტურასა და მათი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. კვირეულის ფარგლებში 30-ზე მეტი ხელოვანი ევროკავშირის 8 ქვეყნიდან საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით გრძელდება ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული თემაზე კულტურული კავშირები. მთელი კვირის მანძილზე ევროკავშირის წევრი 8 სახელმწიფოს 30-ზე მეტი ხელოვანი საქართველოს 7 ქალაქში 20 ღონისძიებას გამართავს. არტისტებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, არ იციან ქართული ენა, თუმცა ისინი სწორედ ხელოვნების ენით ახერხებენ დამსწრე საზოგადოებასთან კონტაქტს. ეს იყო არა მხოლოდ თბილი დახვედრა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ცხელი დახვედრა ქართველი მსმენელების მხრიდან. ძალიან სასიამოვნო საღამოს მომსწრენი გავხდით ქუთაისის მელომანები, რადგან ბალტიურ მუსიკალურმა კვარტეტმა წარმოადგინა თანამედროვე კლასიკის და კლასიკის მუსიკალური ნაწარმოებები. ვფიქრობ, ასეთი საღამოები ხშირად უნდა იმართებოდეს და ზოგადად კარგია, როდესაც ევროკავშირის იდეის პოპულარიზებას ემსახურება.